გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში გრძელდება. მან პეკინში ისტორიული სასახლის აკრძალული ქალაქი დაათვალიერა. პეკინი აქტიურად ცდილობს საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სავაჭრო ტარიფების საპასუხოდ. ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროპა ჩინეთთან დაბალანსებული საიმედო და სამართლიანი პარტნიორობისკენ ისწრაფვის. მისი თქმით, გლობალური კრიზისების, მათ შორის უკრაინაში ომის მოგვარება პეკინის გარეშე შეუძლებელია. კანცლერმა ყურადღება გაამახვილა ევროპაში ჩინური ინვესტიციების, მათ შორის საწარმოო ქარხნების გახსნის მნიშვნელობაზეც. ვიზიტის ფარგლებში მერცი შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და პრემიერ-მინისტრ ალი ციანს. შეხვედრების შემდეგ მან მოლაპარაკებები დადებითად შეაფასა და ისაუბრა ბიზნეს პოტენციალზე. ასევე ჩინეთის მხრიდან ევროპული მწარმოებლის Airbusისგან 120-მდე თვითმფრინავის შეძენის შესაძლო შეთანხმებაზე. როგორც ჩინეთში, ისე გერმანიაში კარგად ესვით, რომ ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ორივე ქვეყნის კეთილდღეობაში. ის ფაქტი, რომ მსოფლიოს სამი უდიდესი ეკონომიკიდან ორი ერთმანეთთან ვაჭრობს, ძლიერ იმპულსს ქმნის როგორც ჩვენთვის, ისე გლობალური მასშტაბით. ის პოტენციალიც, რომელიც ამ თანამშრომლობაში ჯერ კიდევ არსებობს, ნათლად ჩანს ამ ვიზიტის ფარგლებშიც. ახლახან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობა გეგმავს Airbusისგან დამატებითი თვითმფრინავების დიდი რაოდენობის შეკვეთას. ჯამში საუბარია Airbusისგან 120-მდე ახალი თვითმფრინავის შეძენაზე. კიდევ ერთხელ მსურს შევეხო სავაჭრო დეფიციტს, რომელიც ამ ეტაპზე გერმანიასა და ჩინეთს შორის 80 მილიარდ ევროს აღემატება. 2020 წლიდან ეს მაჩვენებელი 4-ჯერ გაიზარდა. ასეთი დინამიკა არ არის ჯანსაღი, ამიტომ მუშაობთ ამ საკითხზე და ვეძებთ გზებს, რათა ეს სავაჭრო დეფიციტი შევამციროთ. ჩინეთის ხმა მთელ მსოფლიოში ისმის და მის გადაწყვეტილებებს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ამას თან ახლავს პასუხისმგებლობაც. სწორედ ამიტომ ვთხოვე ჩემს თანამოსაუბრეებს, გამოიყენონ თავიანთი გავლენა უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის დასასრულებლად. პეკინს შეუძლია რეალური გავლენა იქონიოს. ჩვენ ვიცით, რომ პეკინიდან წამოსულ მინიშნებებს, როგორც სიტყვებს, ისე ქმედებებს მოსკოვში ძალიან სერიოზულად აღიქვამენ. ფრიდრიხ მერცმა ყურადღება გაამახვილა გერმანიასა და ჩინეთს შორის არსებულ სავაჭრო დეფიციტზე, რაც გულისხმობს იმას, რომ გერმანია ჩინეთიდან ბევრად მეტ საქონელს ყიდულობს, ვიდრე თავად ახერხებს ჩინეთში ექსპორტს. მისი თქმით, ასეთი ბალანსი გერმანიის ეკონომიკისთვის არაჯანსაღია, რადგან ზრდის ერთი მხრივ დამოკიდებულებას და ზეწოლას ადგილობრივ წარმოებაზე. ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ორივე ქვეყანას, როგორც მსხვილი ეკონომიკების მქონე ქვეყნებს, საერთო პასუხისმგებლობა აკისრია პროტექციონიზმთან ბრძოლაში. მერცის ორდღიანი ვიზიტი გაგრძელდება ჩინეთის ტექნოლოგიურ ჰაბში ჰანჯოუში, სადაც ის ჰუმანოიდი რობოტების მწარმოებელ კომპანიას ეწვევა. ამავდროულად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობაში სტრატეგიული სტაბილურობა მიღწეულია და მხარეები თანხმდებიან, რომ სავაჭრო ომი ორივე ქვეყანას დააზიანებს. ფიქრობ, ჩინეთთან მაინც მივაღწიეთ სტრატეგიული სტაბილურობა. ორივე ქვეყანამ დაასკვნა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სრულმასშტაბიანი გლობალური სავაჭრო ომი სერიოზულ ზიანს მიაყენებდა ორივე მხარეს და მთელ მსოფლიოს. უთანხმოება კვლავ არსებობს, არის საკითხები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად დასაძლევი იქნება და შესაძლოა ურთიერთობაში გამაღიზიანებელ ფაქტორებად დარჩეს. ჩვენ არასდროს დაგვიმალავს, რომ არ მიგვაჩნია მართებულად ისეთი მსოფლიო, სადაც რომელიმე ქვეყანაზე 90% იქნებით დამოკიდებული. იქნება ეს მიწოდების ჯაჭვი, კრიტიკული მინერალები თუ ფარმაცევტული პროდუქცია. ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა კრიტიკული მიწოდების ჯაჭვი დივერსიფიცირებული იყოს. ეს სავარაუდოდ კვლავ გამოიწვევს დაპირისპირებას. თუმცა ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. თეთრი სახლის ინფორმაციით პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 31 მარტიდან 2 აპრილამდე გეგმავს ვიზიტ ჩინეთში, სადაც იგი სი ძინპინს შეხვდება.